გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა და გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწვევთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ და აკომენტაროთ და აქციროთ თქვენი აზრი. Маш, დღეს გვექნება ასტროლოგიური პროგნოზი სასწორების 2025 წელს თუ რა ელით მათ და დავიწყოთ მერკურით. ჩვენ 2025-ში გვექნება 3 რეტრო მერკური. რეტრო მერკურის დროს არ ვიწყებთ რაიმე ახალს. რადგან დიდი ალბათობით, შედეგი არ მოგწონს ხოლმე თუ რაიმე ახალს დავიწყებთ რა, ან რაღაცა შეფერხებები ჩდება ხოლმე და ამ ხრივ არ არის მიზანშეწონილი, რომ ან ახალი დავიწყოთ, ან ახალი შევიძინოთ, იმიტომ რომ ამ დროს ან აგვიანდება, ან გაფუჭებული ჩამოვიდა, ან ის თემა არის, რომ რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა. შესაბამისად ამისა, ამ ხრივ ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი ახლის დაწყება. თუმცა კარგია იმისთვის, რომ ძველს დაუბრუნოთ, დახვეწოთ, გადაახარისხოთ, დაამენეჯმენტოთ, ამისთვის ძალიან კარგია რეტრო მერკური. პირველი რეტრო მერკური 15 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით იქნება და თქვენს მე-7 სახლში. დავიწყოთ ჯერ იმით, რომ მე-7 სახლი არის თქვენი სახლი რეალურად. და პარტნიორულ ურთიერთობებს, ოჯახს განაგებს, ასევე საყოველთაოდ გარემოცვას, მეტოქებს, მტრებს და პარტნიორსაც. შესაბამისად, დიდი ალბათობით დაუბრუნდებით აი ამ საკითხებს, რაც ამ სფეროებს ეხებათ. შემდეგი მეორე რეტრო მერკური იქნება 18 ივლისი 11 აგვისტოს პერიოდში მე-11 სახლში. ეს სფეროები, შემდეგი სფეროები იქნება маш მეგობრები, მიზნები, ოცნებები, ტექნიკა, ტექნოლოგია, ყველანაირი ინოვაცია და ფართო მასები. და აი ამ ხრივ შეგიძლიათ რომ დაუბრუნდეთ აი ამ სფეროში, ამ სფეროსთან მიმართებაში შემდეგ საკითხებს. მესამე რეტრო მერკური გვექნება 9 ნოემბერი, 29 ნოემბრის ჩათვლით და ეს იქნება თქვენს მე-3 სახლში. და საკითხები იქნება შემდეგი: დაძმური ურთიერთობა, დედმამიშვილური, აშკარად ძალიან დაღლილი ვარ და ვერ ვლაპარაკობ. დაძმების ურთიერთობა, დედმამიშვილების ურთიერთობა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი, ყველაფერი ესეთი ნათესავები, მეზობლები, ასევე ტრანსპორტი, მეტყველება და რა დაგვრჩა? ხო, მოკლევადიანი განათლება, მანძილიანი სადღაც იქ წასვლა, სადაც ადრე იყავით, მაგალითად, ნამყოფი და რაღაცა მეორედ, მე-3-ეთ, მე-5-ეთ მოგიწიოთ ჩასვლა. ხო, ეს რაც შეეხება რეტროგრადულ მერკურს. ეხლა ვენერა თქვენი პლანეტაა ძვირფასო სასწორებო და ის რეტროგრადული იქნება. რეტროგრადული ვენერას დროს რას არ ვაკეთებთ? პირველი ხელს არ ვაწერთ, არ ვოჯახდებით, იმიტომ რომ ამ პერიოდში თუ ეს პერიოდი დაემთხვა თქვენს დაოჯახებას, დიდი ალბათობით სიყვარული ეკლდება და ოჯახური სიმყუდროვე. ასევე არ ჩავიტაროთ ამ პერიოდში ესთეტიური ჩარევები და ვიზუალში სიცვლებები არ შევიტანოთ. თუმცა კარგია დასაბრუნებლად ძველ იმიჯს თუ დაუბრუნდებით, ან რაღაცა თქვათ ძველად ადრე დაწყებულ საკითხებს ამ ხრივ თუ დაუბრუნდებით. და ასევე აქტუალური საკითხები ვენერას დროსაც იქნება ოჯახური ურთიერთობები, პარტნიორი, მეტოქეები, მტრები მათ შორის და საყოველთაოდ გარემოცვა, ასე ვთქვათ. ასევე პირველ სახლში იქნება 14 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, როდესაც იქნებით მაქსიმალურად ქარიზმატულები, მაქსიმალურად კარგ ვიზუალზე და მაქსიმალურად ჩარმიანები და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პერიოდი.
შემდეგი არის მარსი. მარსიც იქნება რეტროგრადული 7 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება სიზარმაცე მიმატოს და უენერგიობა. და ეს იქნება თქვენს ესე იგი მე-10 სახლში და რაზე მიუთითებს ახლა ეს ანუ შეიძლება დაუბრუნდეთ შემდეგ საკითხებს. კარიერა, სტატუსი და სტატუსი მხოლოდ კარიერულ სტატუსს არ გულისხმობ, ეს არის შეიძლება ვიღაც ბებია, მამა, მამი და თუნდაც და აი ამ ხრივ ოჯახური სტატუსი შეიძლება შეიცვალოს რა და აქტუალური იქნება აი ეს ამბები. ასევე მე-10 სახლში იქნება მე-7 იანვრიდან 19 აპრილამდე აქტუალური ეს ყველაფერი. შემდეგი არის იუპიტერი. იუპიტერი თქვენს მე-10 სახლში იქნება 10 ივნისიდან 1 ივლისამდე 2006 წლის და ზოგადად იუპიტერს რომელ სახლში შედის ხოლმე წარმატება, ბედნიერება და ანუ სადაც შედის ხოლმე აფართოებს იმ სფეროებს რა. შესაბამისად მე-10 სახლი იმაზე მეტყველებს, რომ დიდი ალბათობით სტატუსს შეიცვლით. და ეს სტატუსი საკმაოდ დიდი და მასშტაბური იქნება რა. აი ამ ხრივ ძალიან ბევრი ცვლილებები გექნება, ანუ კარიერულადაც შედგებით, ასე ვთქვათ. ამიტომ ფანტასტიურია იღბალი თქვენსკენ არის ამ მიმართულებით და თავისუფლად შეძლებთ იმის კარიერის კუთხით, რაც კი მიზნები გქონდათ დასახული, რომ მიაღწიოთ ამას. შემდეგი არის სატურნი. სატურნი თქვენს მერვე სახლში იქნება 26 მაისი 2 სექტემბრის პერიოდში და შემდეგ 2026 წლის თებერვალს უკვე მთლიანად შევა თქვენს მე-7 სახლში და იქნება ის 2 წელი ნახევარი 3 წლის პერიოდში. ეხლა მე-7 სახლი ისე და ისე თქვენი სახლია და სატურნი დაალაგებს დაამენეჯმენტებს, შეიძლება ასე ვთქვათ, დაასტრუქტურირებს თუ კი რაიმე ქაოსი იყო თქვენს ოჯახში. ან მტრებთან, ან მეტოქეებთან, ან მეგობრებთან და იმ ყოველდღიურ გარემოცვაში, სადაც ხართ. სატურნი დაგეხმარება, რომ დახვეწოთ ეს ყველაფერი და უკვე სახელი დაარქვათ ბევრ რამეს ამ მიმართულებით. შემდეგი არის ურანი, სიურპრიზების პლანეტა, რომელიც 8 ივლისით 9 ნოემბრის პერიოდში შევა თქვენს მე-9 სახლში და ის 2026 წლის აპრილში მთლიანად შევა უკვე 7 წლით ამ სახლში. მე-9 სახლი არის მას საუნივერსიტეტო განათლება და ზოგადად განათლება, რელიგია, უცხოელები, უცხო ენები, მას იურიდიული საკითხები და მოგზაურობაც. და დიდი ალბათობით აი ესეთი უცაბად შეიძლება არც გქონდათ დაგეგმილი, უცებ გამოჩნდეს ესეთი შესაძლებლობები და შანსები, რომ უცებ გამოჩნდეს, რომ თქვა მაგალითად ბილეთი მოიგეთ და მიდიხართ სადღაცას, ხო? ამიტომ ურანი სიურპრიზებს დაგახვედრებთ ამ მიმართულებით. ან თქვა თუ ვიღაცა თქვა სწავლას იწყებს და უიმე აღმოაჩენთ, რომ რაღაცა დოკუმენტი თურმე გაკლიათ და ამ დროს გეგონათ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. აი ამ ხრივ რა სიურპრიზებს გვთავაზობს და ძალიან ცვალებადი იქნება რა. ზოგადად ძალიან რთულია ხოლმე ურანის კონტროლი, ასე რომ მოულოდნელობებით სავსე იქნება ეს სფერო. შემდეგი არის ნეპტუნი. ნეპტუნის მე-7 სახლში იქნება სატურნთან ერთად და მათი შეერთება იქნება აგვისტოში. სატურნი 31 მარტი 23 ოქტომბრის პერიოდი და შემდეგ 2026 წელს მთლიანად შევა უკვე ის 14 წლით ამ სექტორში. ისევ და ისევ შეგახსენებთ, ნეპტუნს არ გააჩნია საზღვრები. აი სატურნს თუ აქვს, აი რაღაც გაგებით ახლა აქ ეს ორი პლანეტა თითქოს საპირისპირო თვისებების მქონე პლანეტა არის და ამ გაგებით ანუ იმ სატურნს თუ საზღვრები გააჩნია და პირიქით მენეჯმენტი და აგერ ამბავი, ნეპტუნი არა, ნეპტუნს საზღვრები არ გააჩნია. და ნეპტუნის თქვენს მე-7 სახლში შესვლა
შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენი ყოველდღიურობა ძალიან შეიცვლება. ის ადამიანები შეიძლება გარემო შეიცვალოთ, წრე შეიცვალოთ, ოჯახურ სიტუაციებში ბევრი რაღაცა გადაახარისხოთ. ანუ ადრე თუ ძალიან ისე სხვანაირად უყურებდით, თქვა შეიძლება ეხა საერთოდ სხვანაირად გადაახარისხოთ თქვენს გვერდზე მდგომი ადამიანები და ოჯახის წევრები. და ეხლა აგვისტოში მათი შეერთება მეტყველებს იმაზე, რომ ჯერ ერთი ის ადამიანები, ვინც ზედმეტ ქაოსში იყო, დაალაგოს და გადაახარისხოს ამ კუთხით და დაალაგოს ამ მიმართულებით ბევრი რაღაცა, ამის შანსი ექნება. მეორე, თუ ძალიან დაალაგებული, ანუ შემაწუხებლად დაალაგებული იყო ყველაფერი, აი მაგალითად ეს აქ უნდა იყოს, იქ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ნეპტუნი დაეხმარება ასეთ ადამიანებს, რომ პირიქით ცოტა მოქნილობა ისწავლონ ამ ადამიანებმა და უფრო მოერგონ გარემოს. და ძალიან, ესე იგი, ძალიან ქარიზმატულები და ძალიან ისეთი იქნებით რა, ანუ მართლა თქვენ ხელში იქნება, მოდი ასე ვთქვათ. და ნეპტუნი საზღვრებს არ გიწესებთ ამ კუთხით და გაძლევთ ამის შანსს, რომ გახვიდეთ ფართო მასებზე და თქვენ გვერდზე მყოფ ადამიანებზე უფრო მეტი გავლენა გქონდეთ. შემდეგ, პლუტონი 24 ამა წლის, ანუ 2024 წლის 24 ნოემბერს თუ არ ვცდები, შევიდა ის თქვენს მეხუთე სახლში და 20 წლით გაჩერდება აქ. მეხუთე სახლის სფეროები არის ბავშვები, შვილიშვილები და საერთოდ ბავშვები, სიყვარული, საყვარლები. აქ აღსანიშნავია, რომ აქ არ არის სერიოზულ ურთიერთობაზე საუბარი. ეს არის ფლირტი, ან უბრალოდ სიყვარული, ხო? ანუ ამასა დაოჯახება მოყვება თუ არ მოყვება, ამ შემთხვევაში აქ არ ჩანს, მაგრამ სხვა დანარჩენ ასპექტებს თუ გადავხედავთ, ანუ დიდი ალბათობით, ვისაც პარტნიორი არ ყავთ, იპოვით პარტნიორს, ვისაც ყავთ კიდე დაოჯახდებით დიდი ალბათობით რა. აი ეს და დიდი ალბათობით შეიძლება ეს უცხოელიც იყოს. ხო და გარდა ამისა, სცენა, ფართო აუდიტორიაზე გასვლა, ეს ყველაფერი პლუტონი აი ამ მხრივ ტრანსფორმაციას მოგიტანთ, ძალიან დიდ ცვლილებებს მოგიტანთ და საერთოდ ძალიან შეიცვლება, ну რა თქმა უნდა 20 წელი ხარ არის ცოტა და შესაბამისად ძალიან ბევრი რამე შეიცვლება და ძალიან ბევრი რამე ტრანსფორმირდება ამ მიმართულებებით. შემდეგი არის ხო, ასევე შეიძლება ვიზუალზეც იმუშაოთ საკუთარ ვიზუალზე და ძალიან მომაჯადოებელი ადამიანი გახდეთ, თვალის მომჭრელი და ასე შემდეგ. ხასიათობრივად და ფიზიკურადაც. ის რახუ და კეტუ, რომელიც 12 იანვარს იცვლის ნიშანს და 18 თვით გადავა თქვენს, ანუ წელიწადნახევით გადავა თქვენს მე-6, მე-12 სახლებში, მას რაც მიუთითებს იმაზე, რომ აქტიური და აქტუალური საკითხები იქნება ჯანმრთელობა, შინაური ცხოველები და სამსახური. დიდი ალბათობით ძალიან ბევრ მუშაობას დაიწყებთ, იმიტომ რომ კარიერული წინსვლა ძალიან აქტუალური გაქვთ და ამის იმაზე მიაღწევთ ალბათ ამ წარმატებებს, ხო? ძალიან ბევრს იმუშავებთ ამ კუთხით და ასევე მე-12 სახლი სფეროებია, ეზოთერიკა, საზღვაო საქმეები, შემდეგ ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ასევე ემიგრაცია, ასევე სავანტყოფოები, ციხეები, მავნე ნივთიერებები, კი ბატონო. ხო, იქ პლუტონზე რო ვთქვი, შემოქმედება დამავიწყდა, რომ მე თქვა პლუტონის კუთხით, რომ შემოქმედების მხრივად ძალიან ბევრ უნარებს, ანუ საკუთარ თავში ბევრ ნიჭს აღმოაჩენთ, ან თქვენ თვითონ დაიწყებთ სიარულს რაიმე შემოქმედებით წრეებზე და ხელოვნებაზე, ასე ვთქვათ. და არა მარტო ხელოვნება, რა თქმა უნდა, შემოქმედება ძალიან ფართო ცნება არის. და ესე იგი კეტუს მე-12 სახლში ყოფნა ვიღაცამ შეიძლება თქვა ციხეში დაიწყოს მუშაობა ან საავადმყოფოში, ესეც არ არის გამორიცხული, ხო? და ამ სფეროებით დაინტერესდეს, ხო? ვიღაცა შეიძლება კრიმინალური ფსიქოლოგიით დაინტერესდეს ან რაღაც მსგავსით, არ ვიცი.
დაბნელებები, ორი მზის დაბნელება, ორი მთვარის დაბნელება. მთვარის დაბნელებით დავიწყოთ 14 მარტი, მე-12 სახლი, რაც სფეროები ჩამოგითვალეთ, ესე იგი მე-12 სახლი, ხო? ციხეები, საავადმყოფო, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ყველაფერი ეზოთერული, საზღვაო საქმეები, ემიგრაცია, ყველაფერი ეს იქნება აქტუალური. და დაბნელებებს მოაქვთ კულმინაცია და შედეგი ყოველთვის. და აქამდე თუ რაც კი გიშრომიათ და რაც კი ყოფილა, ესე იგი შედეგს ნახავთ აი ამ პერიოდში. შემდეგი მზის დაბნელება არის 29 მარტს მე-7 სახლში, ოჯახი, მეტოქეები, საყოველთაო ურთიერთობა, ვისთანაც გქონთ ეს ადამიანები და ის რა ქვია, პარტნიორი. შემდეგი არის 7 სექტემბერი, მე-6 სახლი, ჯანმრთელობა, შინაური ცხოველები და ყოველდღიური საქმიანობა. და მზის დაბნელება 21 სექტემბერს მე-12 სახლში, ისევ და ისევ, კულმინაცია ეზოთერიკის კუთხით, ესე იგი ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საავადმყოფოები, რაც ჩამოვთვალეთ რა რეალურად, ციხეები, მავნე ნივთიერებები, აი ამ თუ მაგალითად თუ იმეს მავნე ნივთიერებებისგან განთავისუფლება გინდოდათ, ფანტასტიკური პერიოდი და უცებ შეიძლება თქვათ, რომ იცი რა, всё, მე ეს აღარ მინდა და ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ანუ წერტილი დასვათ და დაიწყოთ ახალი ცხოვრება. ან თუ თქვათ ვიღაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, შეიძლება ისეთი ექიმი ნახოთ და ისეთი ისა რომ ძალიან დაგეხმაროთ და გამოჯანმრთელდეთ რა. ამის დიდი პერსპექტივები და დიდი შანსებია, იმიტომ რომ აშკარად ეს სახლი ძალიან აქტიურია და აქტუალურია. შემდეგი არის ახალმთვარეობა, რომელიც 21 ოქტომბერს იქნება თქვენს პირველ სახლში. ახალმთვარეობის დროს კარგია ხოლმე, რომ დაიწყოთ რაიმე ახალი. ოღონდ გაითვალისწინეთ და გადახედეთ, რომ რეტროგრადულ რომელიმე პლანეტას არ დაემთხვეს, ხო? მოკლედ ესე, ძალიან საინტერესო იქნება თუ კი დამიწერთ კომენტარს, როგორ ჩაიარა თქვენმა წლევანდელმა და შარშანდელმა წელმა, მე მიდევს პროგნოზები და რამდენად დაემთხვა თქვენს გამოცდილებას, ეს ამის მოსმენა ძალიან და წაკითხვა ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის. მოკლედ გილოცავთ დღევანდელ შობას, ძვირფასებო და დამდეგ შობა ახალ წელს. ამას კიდე ცალკეც მოგილოცავთ, მაგრამ აგერ ეხაც გილოცავთ. აბა თქვენიც და წარმატებები.